მოდით ავირჩიოთ ერთ-ერთი თემა, მოვნიშნოთ free და მე ავირჩევ ჩემს საყვარელ სათქმა უნდა downs. Try them. ახლა დაემატება. როგორც ხედავთ, ეს ჩვეულებრივ ჰორიზონტი რჩება. შემიძლია რამდენიმე საიტის დიზაინი გავაკეთოთ და აქ ჩამონათვალი მქონდეს, რომელიც მინდა შემდეგ დავაწვევი publish და გამოქვეყნდება. მაგალითად, მინდა მაქამდე სანამ ახალი საიტის დიზაინს გავაკეთებ, ეს იყოს გაშვებული. ამან იმუშაოს და მაქამდე გავაკეთო ახალი საიტის დიზაინი. შევდივარ აქ ჩვეულებრივ მეორეში და აქ არის როგორც ვთქვათ ესეთი გამზადებული. რაც საჭიროა, აქედან უკვე უნდა დავამატოთ სექციები. აქ როგორც ხედავთ არის რამდენიმე ვარიანტები. ამ ვიდეოში განვიხილავთ უკვე სექციებს, თვითონ რა არის სექცია და როგორ მუშაობს. პირველ რიგში რაც ვიცით ეს header-ი არის ზევითა menu, ეს უკვე ტანი არის body და ეს უკვე არის footer-ი. აი აქ მოინიშნა კიდევაც. header-ი, template body არის და footer-ი არის ტანი, ქვედა ბოლო. აი ეს menu ქვედა. ვიწყებთ მაგალითად header-ით. აი აქ არის header-ი menu. შემიძლია ეს menu შევცვალო. შემიძლია შევცვალო პოზიციონირება, მაგალითად მინდა ესეთი. Top center, ანუ ცენტრში არის ეს ყველაფერი, აქ-ზევით ლოგო არის. Top left, მაღლა და მარცხნივ, ეს ლოგო მაღლა არის და მარცხნივ. Middle left, ქვევით და მარცხნივ, უпростоრად შუაში და მარცხნივ, middle შუაში არის და middle center, ანუ შუაში და ცენტრში. ნახეთ, შუაში არის და ცენტრში. აქედან შეგვიძლია შევამოწმოთ მობილურზე როგორ ჩანს. აქედან შეგვიძლია შევამოწმოთ როგორ ჩანს ჩვეულებრივ კომპიუტერში. შეგვიძლია ასე გავშალოთ თლიან ეკრანზე და როგორ გამოჩნდება ეგ ვნახოთ. ტელეფონზე ლოგო როგორ გამოჩნდეს მაგალითად. ეს არის left მარცხნივ. ნახეთ მარცხნივ გაიწია, center ცენტრში არის. Menu type drop down mega menu drawer. მოდით ახლა ნახოთ drop down. აი ეს არის, ნახეთ ის არის აქ. დაწვებაზე ჩამოდის დაბლა. Mega menu. ჩამოდის და ესეთი მთლიან ეკრანზე თეთრი ჩნდება. Drawer. Drawer-ი უკვე არის ესეთი, ნახეთ, მარცხნივ არის menu და მარცხნიდან გამოიშლება. იყოს ჩვეულებრივ drop down menu, ესე იყოს შუაში და ეს ჩამოშლაზე პატარა ჩარჩო ჩამოდიოდეს. Color, აქედან შეგვიძლია დავაყენოთ ამის ფერები, ნახეთ. მაგალითად დავირჩიეთ ეს შემხუთი და დაყენდა ეს header-ზე ეს ფერები. აქედან შემიძლია დავაედითო და მივუთითო ფერები, background ფერი, მაგალითად ეს არის ფონზე ფერი, მაგალითად დავირჩიე ეს ფერი. თუ მინდა gradient-ი იყოს, ანუ ესეთი ფერებში გადადიოდეს, ამის არჩევად შემიძლია. მაგალითად ლურჯი და ეს მინდა. თუ არ მინდა, ჩვეულებრივ ამას გავთიშო. Remove gradient. ტექსტი თეთრი მინდა თუ შავი, თუ წითელი, რა ფერიც მინდა დავაყენებ. ღილაკის background-ი, მაგალითად მინდა შავი. ეს უკვე ღილაკის არის, მაგასაც ვნახავთ რა არის. Solid button-ან outline button, აი ეს არის მაგალითად ღილაკი. ეს არის outline ღილაკი. Outline არის შიგნით რო ცარიელია და ესე ზოლები არის. მაგალითად outline-ის ზოლი მინდა იყოს წითელი, ნახეთ, ახლა შეიძლება და დაყენდება წითელი. იმისთვის რომ დაყენდეს, ჯერ უნდა ვირჩიოთ ის თემა ეს. ნახეთ. ჩვენ მოდიფიკაცია გავაკეთეთ აი ამ შემხუთში. აქ დავაყენეთ წითელი background-ი, ახლა დაყენდა ჩვეულებრივ წითელი და shadow უკვე ჩრდილი არის. დავბრუნდით header-ზე. აი ეს არ გვინახავს sticky header. On scroll up. ეს ნიშნავს, რომ ასკროლის დროს ზევითავა ჩვეულებრივ. თუ იქნება always წესით უნდა გაჩერდეს. აი ესე არის სულ აქ. ანუ სულ გამოჩნდება ეკრანზე ეს menu. Always reduce logo size. ამ შემთხვევაში ასკროლისას ლოგო რო იქნება დაყენებული, აქ დაპატარავდება. ახლა არ გვაქვს ლოგო ატვირთული. None არის არაფერი არ მოხდება. Down scroll up ზევითავა.
ლოგოს დამატება შეგვიძლია აქედან Theme Setting შევდივართ. აი აქ არის ლოგო. Select ვაწვევით. ავტვირთით ეს ლოგო და ახლა ამას დავაყენებთ. ვაწვევით Done-ს. ჩვეულებრივ აი აქ დაყენდა როგორც ხედავთ. იმისთვის რომ ახლა გამორჩეული არ იყოს ესე, ეს სხვა ფერი რო არის და ეს სხვა ფერი. Background-ს ამას დავაყენებ შავს. და იქნება ერთ ფერში. როგორც ხედავთ, მთლად შავი არ არის, მაინც გამოიკვეთება. შევდივარ აქ, background-ში შევდივარ და ვაყენებ სულ შავს. და ახლა როგორც ხედავთ, ლამაზად ჩანს. შესანახად ვაწვევი Save-ს. შევდივართ ისევ აი აქ. ლოგო. აქედან უკვე ზომას ვაკონტროლებ, რამხელა ზომა მინდა რომ იყოს. Favicon-ი არის აი ეს, ნახეთ, აი აქ რო ჩანს. PayHype-ის ლოგო. PayHype-ზე ეყენა ეს დომენი. ამიტომაც შენახულია ეს აიკონი. ახლა მაგას შევცვლი აქედან Select-ს ვაწვევი, ამას ავირჩევ ძალიან თოს. Save. Save. და აი აქ ამის მაგივრად გამოჩნდება ეს ჩვენი ლოგო. Color. აქ ბრენდის ფერები შეგვიძლია დავამატოთ, მაგალითად დავამატოთ Add Shame. და აქ დავაყენებთ უკვე ჩვენი ბრენდის ფერებს, რაც გვაქვს. ნუ თუ ფრილანსერი ხართ, უკვე ბრენდის ფერები უნდა მოგაწოდოთ თვითონ დამკვეთმა. დავამატებთ აქედან background-ი რა უნდა იყოს, gradient-ი თუ არის gradient-ის ფერები, ტექსტის ფერი რა უნდა იყოს, ღილაკის ფერი რა უნდა იყოს, ისევ ღილაკის ფერი რა უნდა იყოს, outline-ის ხაზების ფერი რა უნდა იყოს, ეს არის outline ბათონი, ამის ფერი რა უნდა იყოს და ჩვეულებრივი ღილაკი არის, ამას ფონი რო აქვს ჩვეულებრივ. და ჩრდილები რა ფერის უნდა იყოს. ტიპოგრაფია. აქედან უკვე ტექსტის ისინია. ფონტი არის Flora, ავირჩიეთ. Done-ს ვაწვევით და ტექსტის ფონტი შეიცვლება Lora-ზე. Layout ეს უკვე ამის ის არის ზომები. ამას შეგვიძლია შევეხოთ. ანიმაციები. Hover effect ნიშნავს მაუსის გადატარებაზე ეფექტი. აი ეს რო გადავატარებთ მაგალითად. ამაზე მაუსი ნახეთ როგორც ხედავთ იზრდება ეს. ეგ არის ზუსტად hover. Vertical lifts თუ მივუთითებ ეს მაღლა არის, ნახეთ, ჩარჩვადის მაღლა. Samider lifts თუ ავირჩევთ, ახლა უკვე სხვა რაღაცას აკეთებს, ნახეთ, ჩრდილი უჩნდება და ფოტოსურათი დიდდება. ნახეთ, გამოდის და მოძრაობს, თან გვერდულად იხრება. ეს არის ანიმაციები. Buttons, ეს ღილაკი არის, ეს ზომები არის, opacity არის, გამჭვირვალეობა, ეს ჩრდილები არის, ჩრდილების გამჭვირვალეობა, ჰორიზონტალური offset-ი და ის სხვადასხვა რაღაცები, მაგასაც ეტაპობრივად განვიხილავთ. Product cards. პროდუქტის კარდი, ნახეთ, როგორც ხედავთ, სტანდარტულია, კარდს თუ დავამატებთ, ახლა სხვანაირი გახდება. აი ეს არის კარდი. ეს არის სტანდარტული. როგორც ხედავთ. ეს არის კარდის სტილი. Image padding. ეს გავადიდოთ, რომ მივხვდეთ ახლა რა არის padding-ი. Padding-ი არის აი ეს, ნახეთ, აქ რაც დაემატა. ჩარჩო, ფოტოს გარშემო სივრცე. ასე ვთქვათ. აქ ტექსტის ელემენტი განლაგება, მარცხნივ არის, ცენტრში თუ მინდა ახლა ცენტრში გადავა, მარჯვნივ თუ მინდა მარჯვნივ გადავა. მაგრამ როგორც წესით მარცხნივ მჯობია ხოლმე. აი ასე. აქედან შემიძლია ამ კარდის ფერები შევცვალოთ, მაგალითად ეს მინდა და როგორც ხედავთ ფერები შეიცვალა. აქ თუ დაემატება ბრენდის ფერები, ჩვეულებრივ მაგას ავირჩევთ და მაგ ფერებში დაყენდება. Border-ი არის ჩარჩო ამის გარშემო. მაგალითად მინდა. ჩარჩოს სისქე, ნახეთ, გასქელდა ახლა. თუ მინდა უფრო სქელი, უფრო გასქელდება. აი, გასქელდა. თუ არ მინდა რომ ჩარჩო ქონდეს, ჩვეულებრივ გავაქრობ. Opacity გამჭვირვალეობა, ამას თუ ავუწევ, ახლა უფრო გამჭვირვალე იქნება. რა თქმა უნდა, ეს უკვე border-ზე მაქვს საუბარი, ნახეთ, სათავე border-ია. Opacity-ს ავუწიე, გამჭვირვალეობა მოიმატა, დავუწევ და უფრო მუქი იქნება, ანუ არ იქნება გამჭვირვალე. თუ სულ დავუწევ, ვაფშე არ იქნება გამჭვირვალე. Corner radius-ი უკვე კუთხეების ისაა, მომრგვალება არის. ნახეთ, მაგალითად მომრგვალებული კუთხეები მინდა. ავირჩიე ეს და დავამრგვალე. ჩრდილი. ავირჩევთ opacity-ს. ნახეთ, ჩრდილის იმან მოიმატა რაოდენობა.
კიდე ავუწიე, კიდე უფრო მუქი გახდა. კიდე ავუწიე, კიდე გახდა. ეს უკვე ზომა საით მინდა, ჰორიზონტალურად მინდა? აი, მარცხნივ გამოვიდა, ვერტიკალურად თუ მინდა, ვერტიკალურად. აი, ესე. ეს უთოს დავუწევ და უფრო გამჭვირვალე გახდება ესეთი. თუ მინდა რომ ცოტა ისე შეწეული იყოს ეს ჭრილები, ესე იქნება. ეს უკვე ბლარ არის დაბლურვა. ნახეთ? რას ნიშნავს ბლარი? ჭრილი არის, მაგრამ უფრო გაფანტული არის. ამას თუ დავუწევ, უფრო მჭიდრო ჭრილი იქნება. აი ეს 5 პიქსელი მაგალითად ნორმალურია ჭრილისთვის. Collection card. ეს კოლექციის კარდები უკვე ეს არის. კოლექციის ტიპები არის, იგივე ტიპი არის ესე. შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც კარდები, აქ კოლექციების სია. მაგას კიდე განვიხილავთ. ეს ბლოკ კარდები ისეც იგივე, ბლოგები რო გამოჩნდება, ესე გვინდა გამოჩნდეს თუ როგორც აქ გავაკეთეთ. მოდიფიკაციები ისე გაკეთდება მაგაზეც. Content containers. კონტეინერები არის აი ესენი, ნახეთ. Featured collection რო არის საწერია. ლურჯი ზოლი რო არის, ეგ არის იგივე კონტეინერი. მაგის ის თუ მინდა ახლა. ზოლები გქონდეს, thickness, border, 7 პიქსელზე დავაყენებ და აქ გაუჩნდება ხაზები. Opacity თუ მინდა ავუწიო, რომ იყოს, გავამუქებ, ავუწევ. Corner radius, მომრგვალებული კუთხეები თუ მინდა რომ გქონდეს, ავუწევ ისევ და აქ ექნება. ჭრილები თუ მინდა რომ გქონდეს, ისევ ამას ავუწევ. Media. Media უკვე ფოტოები იგულისხმება მედიაში და ვიდეოებში ეს. Borderi, ხაზი, ანუ ზოლი, opacity-ც გავიგეთ და corner radius-ი უკვე კუთხეების არის, ესენიც გავიგეთ. Drop downs and pop-ups. Pop-ups არის უკვე ფანჯარები რო ამოხდება ხოლმე საიტს რო გავხსნით. ხოლო drop downs არის აი ეს. აი ეს მაგალითად არის drop downs-ი რო ჩამოდის დაბლა. მაგალითად მინდა ხაზი გქონდეს 6 პიქსელიანი სისქის. ნახეთ? 6 პიქსელიანი სისქის ის აქვს ხაზი აქვს ჩარჩოს. თუ არ მინდა დავუწიოთ. მაგალითად 1 თუ მინდა 1-ზე დავაყენებ. გავაჭრწები ახლა და 1 პიქსელიანი სისქი აქვს. Opacity გამჭვირვალეობა, კუთხეები თუ მინდა რომ გქონდეს, კუთხეებს დავამატებ. მომრგვალებულს ნახეთ, მომრგვალებული გახდა ახლა ეს ჩარჩო. Pages. ეს სიმართლე გითხრათ არ მახსოვთ. არ ვიცი რა არის, არ გამომიყენებია. თუ შეგვხდება რამეში თუ გამოვიყენებთ, მაგასაც ნახავთ. Brand information. ბრენდის ინფორმაცია იწერება აი აქ მენიუში ჩანს ხოლმე. რასაც ჩავწერთ მაგალითად, ჩავწერთ დალიანთო. და ჩვენი ბრენდის მოკლე ინფორმაცია გამოჩნდება. და შეგვიძლია ლოგოც დავურთოთ აქვე აქ, select და logo. Done. და აი აქ გამოჩნდება, როდესაც დავამატებთ ოღონდ. აი აქ ფუტერი გავხსნათ. Add block, brand information. და ახლა გამოჩნდება, რაც შევწერეთ. აი ეს არის. ვსწავლობთ Shopify-ს, დალიანთო და logo. თუ არ გვინდა გავაკრობთ. Social media, აქ შეგვიძლია ჩავსვათ ლინკები და აი აქ გამოჩნდება. მაგალითად ჩავსვავ ახლა TikTok-ის ლინკს. აქ ჩავსვი ახლა ჩემი ლინკი. და აქ გამოჩნდება ახლა TikTok-ის ლოგო, აი გამოჩნდა. Save-ს დავაჭიროთ და ამაზე რომ დავაწყაბებთ, გახსნეს ჩემს TikTok-ს. სხვა ლინკებს თუ ჩავსვავ, მაგებსაც გახსნეს. Search behavior. Suggestion ნიშნავს შეთავაზება. ანუ search-ში შეთავაზება რაღაც წერას რო დაიწყებს, მაგალითად ფეხ რო ჩაწერს ფეხსაცმელი და მსგავსი სიტყვებზე რაც არის სიტყვები ამოუგდებს. პროდუქტის ვენდორი, ანუ პროდუქტის მწარმოებელი მაღაზია, პროდუქტის ფასიც რო გამოჩნდეს ამ search-ში. გვინდა თუ არა, მაგალითად მინდა რომ ფასიც გამოჩნდეს. მაღაზია ახლა მარტო ჩვენ ვართ და შესაბამისად ეგ არ არის აუცილებელი. შეიძლება Shopify-ზე გაკეთდეს ისეთი საიტი, სადაც რამდენიმე მაღაზია იქნება რეგისტრირებული. ეგ სწორედ მაგისთვის არის, რომ ამოაგდოს რომელი მაღაზიით იყიდება. მაგალითად My Market-ი თუ იცით, My Market-ზე ხო რამდენიმე მაღაზიაა და ეგ შეიძლება ამოაგდოს უკვე
რომელი მაღაზიის პროდუქტს თავაზობს. Currency format და cart არის კალათა, აი ეს. როგორ მინდა გამოჩნდეს მაგალითად. Pop-up notification ნახოთ როგორია, აი ეს არის სახლა. მაგალითად მინდა იყოს page, ანუ კალათას რო დავაწვევი, page-ზე გადავიყვანს, ანუ ახალ გვერდზე. Drawers თუ დავაწვევი, უკვე სხვანაირად გამოჩნდება. Vendor-ი აქაც აუცილებელი არ არის, გამოჩნდეს თუ არა cart note. Note-ი, ანუ ტექსტი იქნება მანდ. და cart drawer-ში მანდ შეგვიძლია გამოვაჩინოთ კოლექცია. მაგალითად, ფასდაკლებების კოლექცია გვაქვს შექმნილი და ამ cart-ს რო გახსნის, აქ ამოაგდებს ფასდაკლებების კოლექციას, რაც ფასდაკლებებშია იმ პროდუქტებს, ანუ შესთავაზებს და ამ ფასდაკლებულ პროდუქტებს რო ნახავს არხი ამ cart-ში, შეიძლება კალათაში დაამატოს. Custom CSS-ას უკვე საიტის დიზაინი შეიძლება კოდირებით და change theme tile შეგვიძლია აქედანაც შევცვალოთ თემის სტაილი, ანუ სტილი. ეს თუ არ გვაქვს გარაქტირებული ამ gem page-ის თემებს ვერ დავაყენებთ, ამიტომაც ეს უნდა ჩავრთოთ. ასე თუ ისე უკვე ესეც გავიცანით და შემდეგ გაკვეთილიდან უკვე დავიწყებთ თვითონ აქ მუშაობას და საიტის აწყობას.